რიყის აქციის დარბევის შემდეგ მომიტინგეების ნაწილმა თავის ამბის საკათედრო ტაძარს შეაფარა. ხალხი ამ დრომდე იქ იმყოფება პირდაპირ ეთერში ნათია მიქიაშვილს ვრთავთ. ნათია, რა ვითარება არის ამ დროისათვის? რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები უკვე სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ. მიუხედავად იმისა, რომ სულ აქ რამდენიმე ასეული მოქალაქეღა იყო დარჩენილი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში სალოცავად ამოვიდა, ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე სამების საკათედრო ტაძარს მოაწყდა ხალხი. ხალხის რაოდენობა აქ წუთს მატულობს. რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდებს ჰქონდათ წრეშეკრული, კითხულობდნენ მამაოჩენოს. ქვემოდან ქუჩიდან ამოსული ადამიანები ამბობდნენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები კვლავ ისვრიან რეზინის ტყვებს. ნამდვილად როგორც კი სამების საკათედრო ტაძრის ეზოს გაცდებით გაზის სუნი, შემოსადენი გაზის სუნი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოიყენეს როგორც რუსთაველის პროსპექტზე, ასევე რიყეზე. ჯერჯერობით ინფორმაცია იმის შესახებ აპირებენ თუ არა ნამდვილად ამოსვლას სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, პოლიციის თანხლებით სამების ტაძრის ეზოში. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ გვაქვს. ჩვენ თუ რამე მასალა მოვიპოვეთ ამის შესახებ, თუ ნახეთ კადრები, როდესაც უკვე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოდიან ტაძრისკენ, ამას მაყურებელს აუცილებლად შევთავაზებთ, თუმცა ქუჩიდან ამოსული ადამიანები პანიკაში არიან, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, როგორც ისინი ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობა და აქციის მონაწილეები, რომლებიც თავის სამების საკათედრო ტაძრის ეზოს შეაფარეს, აქაც დაარბიან. აი ამ თალები არ დაგვინდეს. მოსწავლეს არ დაგვინდეს, არ დაგვინდეს. ახლა მოდის ვინმე. ამ წუთში ამოდის პატული ჟარი. ეხლა მაგიდან მოდივართ ეხლა. ნუ ჩახვალ თქვენით რა. ეკლესიაში ვერ შემოვლეს. ეკლესიაში ვიყავი. ეკლესიაში შევიდი. საქართველოს. არაფერი არ მოხდება, თუ წავა ხელისუფლება რა. თუ ხელისუფლება გადადგავს ნაბიჯს და წავა, ქართველი კაცი არ დაიჭერს. გიგა, ნიშა, ბიჭებო, ნუ გეშინიათ, შეგინდობენ ესენი, შეგინდობენ, მაგრამ თუ სისხლ დააღვრე აღარ შეგინდობენ და მე ძალიან ცუდი რამე მოხდება რა. ეკლესიაში ვიყავით, თავარი ეგა. ვიყავით და აკმაციოკე. შევიდეთ ყველა კაცი. Darci! Allah შემოგვერდება. აუდა. Thank you.
მადი რა, ვიწერო. გავაკეთო, წები გავაკეთო და ავიყვანოთ პალატიკა, შემოგვიერთოთ. გადა. შემო დავიყვანოთ ეს ხალხი. გავაკეთო და ავიყვანოთ. ჩაჭი გავაკეთო, მოდი. ჩაჭი გავაკეთო და ყველა დადარში დავიდა. დავიდა დადარში. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მობილიზებული აქციის მონაწილეები თითქმის გამორიცხავენ იმას, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში სპეცდანიშნულების რაზმმა მოახერხოს და დაარბიოს აქციის მონაწილეები ტაძრის ეზოში, თუმცა მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთის წინ რამდენიმე მოძღვარი გამოვიდა ტაძრიდან, რომელმაც მოუწოდა შეკრებულ საზოგადოებას ტაძრში შესვლისაკენ. ტაძარში ასევე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ეკა ბესელია და გია ცაგარეიშვილი, რომლებიც თითქმის უკვე გამორიცხავენ რაიმე სახის დიალოგს ხელისუფლებასთან მომხდარის შემდეგ. გამოვიდა მთელი თბილისი გარეთ, ხომ მთელი საქართველო გარეთ იქნება. თქვენ 10ჯერ და 100ჯერ მეტ პროტესტს მიიღეთ და დამთავრდა თქვენი დიქტატურა ამ ქვეყანაში. არავის თქვენი არ ეშინია. თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება ქვეყნის სახელით ილაპარაკოთ. ტრაგიკული დღე ქართული ერის ისტორიაში. 3ჯერ დაგვარბიეს ერთი დღის მანძილზე, 3ჯერ. და დაარბიეს ჩვენ თავი გადადებული გვაქვს მეგონი სასიკვდილოდ. არჩევარ ჩვენთან და ხალხი დაიჩაგრა ძალიან. გასდევდნენ ქუჩა ჩვენ დედაქალაქის ქუჩებში ადამიანებს, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ პროტესტის გამოსახატავად. გამოვიდნენ თავისი მამულის სიყვარულისთვის, თავისი სამშობლოსთვის. როგორც იქნა მოახერხა ამ ხელისუფლებამ, რომ ეს ბერიკაძე ქუჩაში გამომიყვანა და რიყეზე ვიყავენ. ჩვენი ცოდვების გამო დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეს ვერ გავიგეთ. და ამის გამო უფალმა მეორე სასჯელი განსაცდელი დაგვიდგინა, ეს არის სააკაშვილი. ეხლა თუ ვერ მივხვდებით ამას, რომ ეს ჩვენი ცოდვების გამო არის უფრო დიდი განსაცდელი მოგვივა, ამიტომ უნდა შევინანოთ სულ ყველა. უნდა ერთად ვიდგეთ კიდევაც და უნდა შევინანოთ და უნდა მოტრიალდეთ და მოვიდეთ და მეტი უნდა ვილოცოთ კიდევაც. საზოგადოებამ და მაყურებელმა როგორც მოისმინა, ქუჩიდან ამოსული ხალხი ამ წუთებში პანიკაში ესმიან, აცხადებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აპირებენ სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე შემოსვლას, თუმცა როგორც უკვე მოისმინეთ, აქ შეკრებილი საზოგადოება თითქმის გამორიცხავს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ეკლესიის ტაძარში აქციის მონაწილეები დაარბიოს, ხოლო რამდენიმე წუთის წინ მემაყურებელს შევახსენებ, რომ ტაძრიდან გამოვიდა რამდენიმე მოძღვარი, რომელმაც საზოგადოებას ტაძარში შესვლისაკენ მოუწოდა გასათბობა და საჭმელად. ძალიან დიდი მადლობა ნათია მიქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში